ზეციდან უამრავი ნიჭები მოგცა, აი ღმერთი ადამიანად ხომ მოვიდა, ავიდა მაღლა, წარმოასხა ტყვენი და საბოძვარი უბოძა ხალხს, ეს იგავური მეტყველება, რომ ზეციდან მოგფინა უამრავი ნიჭი იმათ, ვინც ვირწმუნეთ და რწმენის შესაბამისად ავმოქმედდით. თუ არ ირწმუნა, არაფერს არ იღებ. თუ ირწმუნე და არ ამოქმედდი რწმენის შესაბამისად, ასევე არაფერს არ იღებ. ესე იგი, ირწმუნებ, ამ რწმენას ღმერთი გაძლევს, რწმენის შესაბამისად ამოქმედდები, ანუ ქრისტე რო ღმერთი ამის შესაბამისად ამოქმედდები და აი მერე იწყება უხვად ამ ნიჭების განაწილება და რატო გვაძლევს ამ ნიჭებს და ეგ არის საინტერესო სიტყვები, რათა. ნახეთ, ნიჭებს გაძლევს არა ინდივიდუალური, ეგოისტური, შენი პირადი რელიგიური, კომფორტული განვითარებისთვის, არა. ნახეთ რას ამბობს. რათა სრულყოწმინდანი, ანუ სრულყოფილებისთვის გაძლევს. ეს სრულყოფილება, ზეციური სრულყოფილებამდე ავდის. იყავით სრულნი, ვითარცა თქვენი ზეციური მამაა სრული. გესმით რაზეა საუბარი? ღმერთთან, შენი ღმერთად გახდომა სურს. ღმერთს შენი ღმერთად გახდომა სურს. ამ სრულყოფილებაზეა საუბარი და ეს სრულყოფილება შენში რო აღსრულდეს, რათა სრულ ეყო წმინდანი, მადლს გაძლევს, იმიტომ რათა სრულ ეყო წმინდანი სახურების საქმისათვის. არა, ანუ ინდივიდუალური ლუარსაბთათქარიძისეული ეგოისტური სიამოვნებისთვის კი არა, სახურების საქმისათვის. და რა მსახურებაზეა საუბარი? ანუ რა უნდა გავაკეთო? რა არის საკეთებელი და გვეუბნება ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად. ხედავთ ეკლესიის, აი როგორ არის განუყოფელი რწმენა და ეკლესია. ქრისტეს სხეული ხო ეკლესია, განუყოფელი. აი როგორ არაფრით არ შეიძლება ადამიანი იყოს ქრისტიანი და ეკლესიის აღშენებლობაში ის მონაწილეობას არ ღებულობდეს, არ ედარდებოდეს, არ ტკიოდეს, არ აწუხებდეს, იმიტომ რომ ეკლესია ხო მოწყვლადია, ეკლესია ხო ამ სოფელშია, ეკლესია ხო უამრავი ბრძოლა, ის ხო ღმერთკაცობრივი ორგანიზმია, ის ხო დასნეულებულია უამრავი ჩვენი სნეულებებით, გესმით? და ბუნებრივია რომ შენ უნდა გტკიოდეს ეს ყველაფერი და კი არ ლანძღავდე, კი არ გარბოდე, ზოგი გარბის, ზოგი ლანძღავს, ზოგი განიკითხავს, ზოგი არის და გიყოფილა გინდა რა, ხოლოდ ეგოისტურად იწოვს მისგან და ხოლოდ ანგარებით უნდა მისგან ყველაფერი, მაგრამ აი ის რომ როგორც შენი გადამრჩენელი, შენი სასუფეველი, შენი დედა, შენი მშობელი, შენი ორგანული ნაწილი, შენი ძვირფასი უფლის მისტიკური სხეული გტკიოდეს, ეს თუ არ იქნა და მისი გაჯანსაღებისათვის, მისი გამრავლებისათვის, თუ არ იღწვი და ნიჭები